Სამდივნოს ვთხოვ, რომ მოიწვიოს დარბაზში ბატონი იმედო მაისურაძე, რომელიც გვესაუბრება და უნდა გფლობდეს მნიშვნელოვანი ინფორმაციას კოდორის ხეობაში 2008 წლამდე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუ შეიძლება. ბატონი იმედო მაისურაძე. ბატონო იმედო, მოგესალმებით, გთხოვთ დაბრძანდეთ. პროცედურა არის ასეთი, რომ თქვენ წინ გაქვთ დოკუმენტი, რომლის შინაარსაც ალბათ სამდივნოსთან ერთად უკვე გაეცანით, ის გულისხმობს გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი კომისიის წინაშე კითხვებზე პასუხისთვის თავის არიდება, ან პასუხზე უარია, ან კიდევ უარესი განზრახს რო ახსნა განმარტების მოწოდება ижება სისხლის სამართლის წესით. ეს გაფრთხილება რომ გაკეთებული, ამის დასტურად გთხოვთ ხელი მოაწეროთ დოკუმენტს და დავიწყოთ საუბარი თუ შეიძლება. მადლობა. ბატონო იმედო, თქვენ რა პროფესიის ბრძანდებით? ფრინავი ვარ პროფესიით. დღესდღეობით მუშაობ ჯორჯიანი არვეში. ფრინავი ბრძანდებით. თქვენ კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გაქვთ გარკვეული მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დავალებები, რომელიც თქვენ მაშინდელი ხელისუფლებისგან მიიღეთ, რაში მდგომარეობდა და რა დეტალების შესახებ შეგიძლიათ უთხრათ ჩვენს კომისიას. რამდენად ხშირად იყავით კოდორის ხეობაში, რა ფუნქცია გქონდათ იმ დროს? კოდორის ხეობაში მოღვაწეობა ფაქტობრივად 2001 წლიდან დავიწყე მე ფრენა, მაგრამ ვასრულებდით არა საბრძოლო გაფრენებს, ესე რომ ვთქვათ. ვერ ფრენა მიოსემით ტრანსპორტირება ხალხის და ტვირთების, ესე ვთქვათ. 2006 წელს, როდესაც დადგა საჭიროება ამ სპეცოპერაციის, მაგათი საჭიროება რომ ჩაეტარებინათ ეს ოპერაცია. ვინაიდან ნაფრენი მქონა მე კოდორში და გამოცდილება მეტი მქონა სხვათან შედარებით ფრენის მაგ ხეობაში. შესაბამისად დავალებაც ალბათ ამიტომ დამავალეს მე. ვინ დაგავალეთ? ხელმძღვანელობა. მაშინდელმა ხელმძღვანელობა. კომპანიის ხელმძღვანელობა, სამხედრო პირებმა. თავდაც სამინისტროზე არის ლაპარაკი. კომპანიაში, სამოქალაქო ავიაციაში ახლა ვარ, ამჟამად ვარ თორე. აი მაშინ რა თანამდებობა გქონდა? პერიოდში 2006-ში ვიყავი მე საავიაციო ბაზაზე Mi-24-ების ესკადრილიის ფრინავი ვიყავი. დიახ. ბოდიში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდით და თავდაცვის სამინისტრო საჰაერო ძალები. უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელი ან მინისტრი ვინ იყო? მინისტრი ოქროშვილი. დავალება ვინ გასცა თქვენ? დავალებაც უშუალოდ ოქროშვილის გაცემული იყო. თქვენ მოგცათ ეს დავალება? ჩვენ ორფოლოს წვრთნების შემდეგ ფაქტიურად მესამე ღამეს უკვე შეგვაგროვა სახლიდან და გადაყვანილები ვიყავით, გადაბაზირებულები ვიყავით სენაკში. დავალების მიღებაც მოხდა სენაკის ბაზაზე მეორე ბრიგადაში. ბოდიში რაღაცას დავაზუსტებ ჩვენი მსმენელისთვის ამ შემთხვევაში. ჩვენ კი ვხვდებით რაზე ლაპარაკობთ, მაგრამ როცა ახსენებთ თქვენ სპეცოპერაციას თუ ოპერაციას კოდორის ხეობაში, იგულისხმება, როდესაც კოდორის ხეობაში შევიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები, ირაკლი ოქროაშვილის და ალბათ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ხო? მანამდე იქ იყო ბატალიონი მონადირე, რომელიც იცავდა იქაურობას და შევიდა ეს ძალები, ხო? ამას გულისხმობთ ოპერაციაში. და თქვენი დავალება ამ ოპერაციის პარალელურად ხდება მანამდე მე აი ზუსტად რიცხვებით რო დაასახელოთ. ჩვენი დავალება ხდება რიცხვებს 19 წელი გავიდა. ერთ სიტყვით ოპერაციის დაწყების წინ მივიღეთ ეს დავალება. რა ოპერაცია ქვია რაც 2006 წელია მთავარი 2006 წლის ივლისის ბოლო. კი, ზუსტად. მე-7 თვე. დიახ, მე-7 თვე და ბოლო დღეებია ამისი. დავალების შინაარსი რა იყო? დავალების შინაარსი იყო კონკრეტულად ორი სახლის განადგურება, ეს როგორც პროგრამა მინიმუმი. მაგრამ იმ სახლებს იქით
ერთ სიტყვით ჩვენი მხრიდან იყო დასმული შეკითხვები, ევაკუირებული იყო თუ არა მოსახლეობა და კონკრეტულად რა უნდა გაუკეთებინა, იმიტომ რომ შეიარაღება რითიც მივდიოდით, არ უზრუნველყოფდა ზუსტ დარტყმებს. გამორიცხული არის ხელა რო გადავიანგარიშოთ 5 დამრტყმელი ვერტმფრენი და 80 რაკეტა თითოზე. 400 ცალი 80 მმ-იანი S8, ეს სერიოზული ძალა არის. იმიტომ რომ ყველაფერი ვიცოდით რომ ვერ გააკეთებდი ისე გასროლას რომ დაზიანება არ ყოფილიყო, ყველაფერს მოშანთავდი. კი, მიზანს გაანადგურებდი, მაგრამ გარშემო იქნებოდა ძალიან სერიოზული ზიანი, მსხვერპლი. რამდენი ვერტმფრენი იყო ამ ღონისძიებაში ჩართული? ის დამრტყმელი ვერტალიოტები? დიახ, 5 წელი. 5. ერთიც მინდა აქვე გკითხოთ, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავდა ვერტმფრენი თავისი სასაზღვრო პოლიციაში? შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავდა ვერტმფრენი, მაგრამ ეს იყო სატრანსპორტოები. ესე იგი, თავდაცვის სატრანსპორტო ვერტმფრენები იყო გამოყენებული და შინაგანი სატრანსპორტო ვერტმფრენები პირადი შემადგენლობის, ხალხის შესაყვანად. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა საპოლიციო ღონისძიებას, სადაც ჩართული იყო თავდაცვის ძალები. ასეა? ზუსტად. ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ ეს 400 ჭურვი იყო არამართვადი ჭურვები, ხო? არამართვადი ჭურვები, რომელიც დიდ ფართობს ფარავს და წერტილოვანი დარტყმა იყო შეუძლებელი და ასეთი იყო ფართობით მიზნებისთვის გამოიყენება ეს არ არის რომ 400 ჭურვი არამართვადი რაკეტით აღჭურვილი 5 ვერტმფრენი, ხო? დიახ. და ეს ორი სახლი რო უნდა გაგენადგურებინა, რა სახლებია, რატო იყო გასანადგურებელი, ვისია, რა იყო იქ რამე ციხესიმაგრე ხო არ იყო ახლა რატო უნდა კვიციანების ოჯახის არის ლაპარაკი ხა, მაგრამ კონკრეტულად ნორასი და ემზარის სახლები უნდა დანგრეულიყო. კვიციანის და ემზარ კვიციანის სახლები და გაგენადგურებინა. ეს დავალება შეიძლება არ გეწყინოთ ოღონდ. უნდა გკითხოთ, სწორად გაიგეთ თქვენ? ნამდვილად ორი სახლის განადგურება გთხოვეს? დაგავალეს? სწორად გავიგეთ. და ვინ იყვნენ? ამ დარტყმით ჯგუფში 5 ვერტმფრენზე? დიახ. ჩვენი ესკადრილის შემადგენლობა ვიყავით სულ ყველა, მაგ ხალხიდან დღეს ცოცხალი დარჩენილი ვარ მე და ერთი თურქია არის კიდე. ალექსანდრე. დარჩენება აღარ არის. ალექსანდრე თურქია? ბატონო იმედო, თქვენ ამ დავალებას ნახეთ რა მაინტერესებს, ახლა ჩვენ აქვს ხედავთ ხო, ოთახია და ვსაუბრობთ. სენაკის ბაზაც რაღაცა კონკრეტულ ადგილას იყო ალბათ ეს შეხვედრა. ან ხო, აი ეს მაინტერესებს რა ადგილას ესეთი შეხვედრა იყო თათბირის ფორმის თუ ესე ფეხზე მდგარი გეუბნებოდნენ შენ ეს გააკეთე, შენ ეს გააკეთე, ვინ გაცა კონკრეტულად? სიმართლე გითხრათ, ცოტა ქაოტური სიტუაცია იყო. დიახ. როგორც მაშინა ეს გადმორბენების თემა იყო. დიახ, აი ეს მაინტერესებს. და ჩვენ ახლა მად ბაზაზე ავიაციის სეგმენტი ცალკე არის, ფეხოსნების ცალკე იყო. დიახ. ჩაგვს მანქანებში, რო ჩავფრინდით სენაკში. მიგვიყვანეს მე მანქანებით ამ ფეხოსნების შტაბის სადაც იყო მეორე ბრიგადის. დიახ. და იქ იყვნენ მე სულ იქ იყვნენ. აბსოლუტურად. აი რო გითხრათ, ვინ ესწრებოდა ამ სუყველაში ვინ იგულისხმება? ვინ იყავით ამ შეხვედრაზე? ნახსენები პიროვნებებია, მერაბიშვილიც და ოქროშვილიც იგბრძანდებოდნენ. იქ იყვნენ. ერთის და მეორეს. თქვენ სადაც იყავით? და შესაბამისად მაგათი მოადგილეებიც იყვნენ, გენშტაბის უფროსი, აბსოლუტურად ვარ გახსოვთ მოადგილეები ვინ იყვნენ? თავდაცვის მახსოვს როგორ ამახსოვს? ნიკოლაიშვილი. ნიკოლაიშვილი. კი. და შინაგანის არ მახსოვს. გენშტაბიდან ვინ იყო? გენშტაბიდან იყო, ზუსტად ნიკოლაიშვილი. გენშტაბის უფროსი იყო. ვინ იყო? ლევანი. ნიკოლაიშვილი. კიდევ? ესე გვარებთ აღანავს, ერთ სიტყვით, ყველა საკვანძო ფიგურა, მაშინ ვინც ძალოვან სტრუქტურებში ტრიალებდნენ, იყვნენ იქ, აბსოლუტურად. თქვენ კონკრეტულად ვინ დაგავალათ კვიციანების ორი სახლის დაბომბვა თუ განადგურება? ჩვენ კონკრეტულად დაგავალა ირაკლი ოქროში. მიზეზი რა იყო? როგორ აგიხსნათ? ადას ახლა მაგიმსინი. არ ვთქვამთ. მაგრამ ჩვენ აი ახლა როგორი სიტუაცია იყო ხო გავსვით აი რომ
არავის არ უსმენდნენ აბსოლუტურად. მაგაზე, აი მოსახლეობის ევაკუირების თემაზე. ესე იგი, ამ მიზანთან მოსახლეობა იყო თუ არა, ერთი ამბავი ატყდა. ფაქტურად წინააღმდეგები ვიყავ ჩვენ გაფრენაზე. ბოლოს მე მგონი მიხვდებით როგორც გაგუშვებდნენ. ჩვენში ვის გულისხმობთ თქვენ პირადად? აი ამ საავიაციო ქვედანაყოფის ფრინავებს. ხუთ ფრინავს. ხუთნი იყავით, ასე თქვით, ხო? კი, ხუთნი იყავით. ხუთივე წინააღმდეგი იყო თუ მარტო თქვენ თქვით უარი? წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ამას ესე პირდაპირ ვერც უბედავთ თუ გვეთქვა, სულ აი არ ეს წავალ. მაინტერესებს, რა უთხარით თქვენ? წინააღმდეგობა. მოსახლეობა ევაკუირებული არის თუ არა და პასუხი მივიღეთ ბოლო ჯამში რომ კი. იქ არავინ არ დაგხვდებათ. მაგრამ რო ჩავედით იქ მოსახლეობა აბსოლუტურად ვისაც დაეძებდნენ იმათ გარდა ყველა იქ. სანამ ჩასვლამდე მივალთ, ესე იგი თქვენ უთხარი იკითხეთ. თქვენ იკითხეთ თუ სხვა მფრინავებმა იკითხეს მოსახლეობა? მეც ვიკითხე და ყველა მეკითხა. ესკადრილის მეთაურმა ხუთი კაცი იყავით, სულ ვინც დავალება მიიღეთ, ანუ ნუ ხუთი ხომალის მეთაური ესე კლიანად რამდენი იყო, ანუ ეკიპაჟში თითოეულში რამდენი კაცი იყო? 5-15. 15 ადამიანი არის ამ ადამიანს. ესკადრილის ხელმძღვანელი ვინ იყო? ოსორაული სოსო. ბატონო? სოსო ოსორაული. ოსორაული. დასვით ეს კითხვა, ევაკუირებულია თუ არა მოსახლეობა? მიიღეთ პასუხი რომ კი. ბატონო თენგიზ რა გნებავდათ ბრძანეთ? ეხლა იქ უამრავი სახლია კოდორის ხეობაში. რაღაც სამხედრო წესით მოგინიშნეს ეს სამი ზნე, აი ეს სახლი და ეს სახლი. ვინ კონკრეტულად? კონკრეტულად მაგათელია მე მგონი. ერთი ოფიცერი იყო მაგათი შტაბის უფროსი, მეორე ბრიგადის. თუ არა ვცდები შტაბის უფროსი იყო. ბატონელია რა გნებავდათ ბრძანეთ? თქვენ აღნიშნეთ რომ თქვენ და ერთი კაცია კიდე დარჩენილი დანარჩენი გარდაცვლილები არიან. გარდაცვალების მიზეზები დანარჩენების რა შეიძლება? ავიაკატასტროფები ძირითადად. ავიაკატასტროფები. კარგი, მოდით ვაცალოთ ბატონი მედოს და მე დავსვათ კითხვები, იმიტომ რომ მე მგონი რომ ჩვენ თვითონვე არ დავიცავით ის წესი, რომლითაც მუშაობთ ხოლმე. ბატონო იმედო, გააგრძელეთ თხრობა და შემდეგ დავსვამთ კითხვებს. უარი თქვით, მაგრამ მაინც დავალების განხორციელება დაგავალეს და მე რა ხდება? ჩვენ ნუ ასე ვთქვათ დაგვაჯერეს ესე ვთქვათ რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო, მე უკვე გადაწყვიტე გაფრენა. და სიტუაცია ისეთი იყო, რომ იქ ვარს ფაქტობრივად უარის თქმას ვერც გაბედავდა ვერავინ. იმ დონეზე ქონათ სიტუაცია დაყენებული. პირად შემადგენლობაში და თელ შეერაღებულ ძალებში. პირველი გაფრენა რომ შევასრულეთ იქიდანაც იყო ცეცხლი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამათ ჩვენ გამოდის სატრანსპორტო ვერტმფრენს მოხდა. რამდენიმე ტყვეები მოხდათ. და ეკიპაჟებმა რო ითხოვეს დახმარებები, უკვე მიზნების ძებნა რო დავიწყეთ, ვერავინ ვერ ვნახეთ. ნახეთ მარტო მორბენალი ბავშვები და ქალები დარბოდნენ თეთრი იმით. რა ქვია, პროსტინა რა, საწოლის იმით, ზეწრებით. და უკვე იქ 100% დარწმუნებული ვიყავით, რომ მოსახლეობა არანაირად ევაკუირებული არ იყო იქიდან. და შესაბამისად მე უკვე არ ვიმუშავეთ რა მიზნებს. რა გააკეთეთ? რა გააკეთეთ და მოძებნეთ ცარიელი რიყი ადგილი და ეს საჩვენებლად რომ სათქმელად გავუშვით რამდენიმე ზალპი, ტყუილი. ხუთივე ეკიპაჟი იღებდით მონაწილეობას? კი, ის ზვენო იყო რა. სასწაულია ორი სამიზნე ქონდათ და ხუთი ეკიპაჟი 400 და თქვენს გარდა ვერტფრენში კიდე მებრძოლები იჯდნენ? არა, დარწმუნდით ვერტფრენებს არ ყოლია ეს პირად შემადგენლობა. მარტო ეკიპაჟები. ეს რეზულტატი რო ვერ მიიღეს. ეთყობა პირდაპირ გადმოცემდნენ. ჩვენ რომ დავბრუნდით ამ იმაში სენაკში უკან. ნუ საიდანაც გავფრენდით უკან ხო დავბრუნდით. უკვე იცოდნენ რომ ის მიზანი რაც ქონათ ვერ მიაღწიეს. არ იყო შესრულებული. არც სახლები განადგურდა და არც არავინ არ მომკვდარა. რაც უნდათ. ალბათ. იმ წამსვე დაგტვირთეს და გაგუშვეს უკან. ეგრე ფაქტობრივად ჩავაგრებდით ფრენები, ჩაიტვირთ ახლიდან ზაგურსკა და წავედით უკან. ჭურვებით ავჭურვებით თავიდან ჭურვებით აღჭურვები, მაგრამ ამ ჯერზე გაგუშვეს ორივე ფრენი.
5 აღარა. დიახ. მეორე ეს იგივე რეზულტატი მიიღეს და ანუ არის სროლეთ თუ ისევ რიხეზე? არ ვისროლეთ, მეორე აღარ ვისროლეთ. და რო დავბრუნდით, იმიტომ რომ ხალხი დარბოდნენ სოფელში იმასე. და იქნებ ზეწრებს აშინოდათ ეთყობა, არ გესურვებოდი. შესული როგორც ჩანს ჯერ ეს ჯარი და პოლიცია არ იყო, ხო? როგორც ხვდები? იქ იყვნენ უკვე. უკვე იქ იყო. უკვე ახლოს იყო. სოფელში. ანუ მიდიოდა ოპერაცია. აბა დაბაბოას რა აზრი ქონდა თუ იქ იყვნენ? აზრი გოლა ეს ორი სახლი დანგრეული იყო, აი ქონდა. და ვიღაცები ეგ ყოფილიყო მსხვერპლი. ეგ იყო აზრი. ანუ სახლამდე მიხსევა უთქვენათაც კარგად შეეძლოთ, ხო? რა თქმა უნდა. მაგას ამბობთ. სახმელეთო გზით იქ იყვნენ და მივიდოდნენ იმ სახლთან თავისუფლად. მიუხედავად ამისა, რომ თავისუფლად შეეძლოთ სახლთან მისვლა, მაინც გიბძანეს რომ ზემოდან დაბომბეთო? ზუსტად. ეგრე იყო. დიახ, ბრძანეთ. სატრანსპორტო ვერტფრენს მოხვედრილი ქონდა ქვემოდან ასრული, ხო? რა ტიპის იარაღი იყო თუ მერე გაიყვა? მაშინ რაც დადგინდა, იმის მერე კვლევაც არ ნუ აკაისი რა, ავტომატი. და თქვენ რას ფიქრობთ, ეს გასროლა, როდესაც არ შეასრულეთ, მაგის შემდეგ მოხდა თუ როდის? და ვის მიერ შეიძლება და ყოფილიყო? სროლა კი. რო არ შეასრულეთ, მაგის მერე ვარ განხორციელდა ეს? მე დანამდვილებით ისგან შესრულდა ეს სროლა, ვერ ვიტყვი, მაგრამ არ არის გამორიცხული პროვოკაციული ნასრულიც ყოფილიყოს. ყოველ შემთხვევაში თუ კი კოდორის ხეობაში უკვე შესული იყვნენ სამხედრო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, შესაბამისად იქაურ მოსახლეობა ესე მარტივად არ ახსბროდ, ვერც კი გამოაჩენდა არათუ სროლას ვერ გაბედავდა, ხო? ლოგიკაა. მე მგონი ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა ქვევიდან რა სროლა იყო. თავარი არის სხვა რაღაცა, რასაც ბატონი მედოყვება. ესე იგი, ბატონი მედო, ესეთი კითხვა მაქვს მე პირადად, რა კითხვენ რო იტყვიან მძიმედ იხსენებთ ამ ამბავს და ადვილი გასახსენებელი ალბათ არ არის, ბევრი წელიც გავიდა, ამიტომ ჩვენ ასე შემოგიტიეთ შეკითხვებით თავიდანვე და არ გაგიკვირდეთ. ესე იგი, მე რა მაინტერესებს, თქვენ როდესაც იქ პირველ ჯერზე რომ შეხვედით ხუთნი, ნახეთ რომ მოსახლეობა ევაკუირებული არ არის და ქალები და ბავშვები თეთრი ტილოებით დარბიან და შვიდობის ნიშნად გეუბნევიათ რომ არ გვესროლო, ბიძია, ხო, ბავშვი ამას გეუბნეოდა თქვენიდან ამ ნიშნით. თქვენ არ ესროლეთ საკუთარ ხალხს, არ დაბომბეთ საკუთარი ქალები და ბავშვები და რიყი ადგილი ვიპოვეთო და იქ ჩამოვაგდეთ რამდენიმეო და უკან გამობრუნდითო. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება? თქვენ ხუთნი ერთმანეთთან კავშირზე იყავით ალბათ, ხო? რა თქმა უნდა. რადიო კავშირით. რადიო კავშირით თქვით რომ ბიჭო ეს რა ხდება, ქვევით ბავშვები და ქალები არიან თუ რა ფორმით უთხარით ეს ერთმანეთს? აი ხლა უყურეთ ეს ევაკუირების, სოფლის ევაკუირების საკითხი იმდენად წავედ დაისვა იქ შტაბში უკვე. რომ ჩვენ მოველოდით კიდეც მაგას. რაღაც პროცენტები ქონა დატოვილი იმისა, რომ სოფელი შეიძლება დაგხვდეს, შეიძლება ხალხი დაგხვდეს სოფელში. დიახ. აი პირდაპირ ესე იყო. მივედი და დაგხვდნენ კიდეც. და ერთმანეთს რადიო კავშირით რა უთხარით? არა, აღარ იმუშავ, მიზნებზე აღარ მუშაობ, მორჩეთ. ერთმანეთს ეს გადაძახილი იყო, რომ არ მუშაობ მიზნებზე მუშაობს ეს. იყო 100-თა სხვადასხვაობა? არანაირი. ყველას ერთი აზრი ქონდა. არა, იქ ერთ-ერთსაც რო ემუშავა იმ სოფელზე. აი საშინელება გვექნებოდა. ეს გვესმის, უბრალოდ თუ იყო მარტო თქვენი ყავით ამ აზრზე თუ ყველა ერთმანეთ? ყველა აბსოლუტურად. თქვენ ხო სხვების ნაცვლადაც გვესაუბრებით და ამიტომ გეკითხებით. მით უმეტეს ვინც გარდაცვლილია და კარგი საქმე გააკეთა, უნდა ვთქვათ ისინი რა აზრზე იყვნენ. ყველა ერთ აზრზე იყავით. ასე გადაარჩინეთ თქვენი ქაური ბავშვები და ქალები. რამდენი ჩამოვარდა, რამდენი დახარჯეთ, ასე ვთქვათ, მე და დიახ. ნუ 400-დან ალბათ ერთი 60 წელი, მეტი არ. 60 წელი დახარჯეთ და მობრუნდით. ისიც იმისთვის, რომ იმიტაცია თლად რო არ გვესროლა, ეს კატასტროფა იქნება თითოეული ჩვენთაგანისთვის. კატასტროფა რატო იქნებოდა არ მომის? იმიტომ კაცჭამები გველოდებოდნენ. კაცჭამები უკან გველოდებოდნენ. ეხლა ჩამოსვლის, ეხლა ბანოსოზარ თუ შეიძლება. ჩამოხვედით სენაკში და სანამ დატვისთავდნენ და უკვე ორს გაგიშვებდნენ.
იმ ორში თქვენც იყავით, ხო, ვინც გაუშვეს მე და უსურავი წავით მეორეს. ეს კადრილის ხელმძღვანელი და თქვენ გაგიშვეს. რატო იყო საჭირო ისევ დატვირთვა, თუ კი 400-დან 60 შეიარაღება გქონდათ? ესეთი ხასიათი ჰქონდათ მაგას. რაც მეტი ეფექტი უნდათ, მეტი პიარი უნდათ და მეტი დატვირთეს და იმ სამს მისცეს შენიშვნა თუ სად წაიყვანეს ვინც შენიშვნებს და იმაზე აღარ ვლაპარაკო, იქ ლანძღვა და თათხვა და ეს ჩვეულებრივი სტანდარტი იყო მაგათ. აი ეს გვაინტერესებს, რომ დაჯექით ბაზაზე. რა გითხრეს? გადმოხვედით თუ ლანძღვის ქალბატონაცია. ძალიან ცუდად და უშვერად. ვინ პირადად ვინ გლანძღათ თქვენ პირადად? მინისტრებმა, არა მინისტრმა ის მეორე არ ყოფილი, შინაგანს არ ყოფილა. ოქროაშვილმა. თავდაც სამინისტროს ხელმძღვანელობა მიცემ. რა გითხრათ ირაკლი ოქროაშვილმა? აქ არ ვიტყვი სიტყვას ას გითხრა, მაგრამ აზრს გეტყვი. ნუ არა კაცები ვართ. კაცები არ ხართ ესე. რატო არ ჩახოცეთ ბავშვები და ქალები? რატო არ შესრულეთ დავალება? ახლა ბავშვები რატო არ ჩახოცეთ ეგ სიტყვები არ ხო, ნუ გადავაბრალებ. მაგრამ თქვენ ხო უთხარით იქ ბავშვები და ქალები დარბოდნენ, თუ ჩუმად ისმენდით ამ საყვედურს? კი, პასუხი იყო არავის არ აინტერესებს ბავშვები და ქალები. ნუ აზრი საუბრის და ამ ლანძღვის და იმის იყო ეგ რომ უნდა შესრულდეს დავალება. გასაგებია. ოქროაშვილის სიტყვებია, არავის არ აინტერესებს ქალები და ბავშვები. ვისი სიტყვებია? აი ეს სიტყვები კონკრეტულად შეიძლება არ მაინტერესებს ბავშვი არ უთქვია, მაგრამ კიდევ ერთხელ მეორებ. იმ ჩვენი გაკიცხვის აზრი და ის შინაარსი რო გამოიტანოთ, ეგ იყო. აბსოლუტურად. აინტერესებდათ ერთადერთი ამ ორ სახეს განადგურება, სხერპლიც უნდა ყოფილიყო და რა თქმა უნდა პიარი, ტელევიზია. იყვნენ იქ ტელევიზიები. იყო. ბაზაზე მობილიზებული იყო ტელევიზია. ტელევიზია არ ვიცი, ხა კამერიანი ხალხი იყო და კამერიანი ხალხი. რომელი შეიძლება სულაც არ იყო ტელევიზიის კონკრეტული ტელევიზია. თქვენ როცა შეხვედით ხეობაში პირველად იქ გახდნენ კამერიანი ხალხი. არ ვიცი, მაგალითად კამერიანი ვერ და გასაგებია. რო დაუბრუნდეთ ოქროაშვილთან საუბრის ეპიზოდს. მას არ უხსენებია ესე რომ რატო არ ჩახოცეთ ქალები და ბავშვებიო, მაგრამ დავალება რატო არ შეასრულეთო უშვერი სიტყვებით გაგლანძღათ. კი. მაგრამ თქვენი მხრიდან რომელიმე მაინც ახსენეთ ეს ორი სიტყვა ქალები და ბავშვები? ორი სიტყვა კი არა, ეგ იყო ჩვენი ნომერ პირველი არგუმენტი, რას გვაკეთებინებთ. უთხარით რომ ქალებს და ბავშვებს ხედავთ, ესეც უთხარით თეთრი ტილოებით დარბოდნენ. კი, რა თქმა უნდა. რეაქცია არაფერი. გაგიშვეს არა, პირიქით უფრო გაცეცხლდნენ და უფრო გაღიზიანდნენ. თქვენ ორნი რატო შეგარჩიეს ხუთიდან? მე თავიდან ვთქვი, მე კოდორის ხობაში ნაფრენი მქონდა. დიახ. მეტი გამოცდილება მქონდა სხვა ბიჭებს და გამოცდილება საბრძოლო გამოცდილებაზე არ მაქვს ლაპარაკი. უბრალოდ მარშრუტებზე და იმაზე მეტი მქონდა. ტერიტორიას იცნობდით ხუთი თითივით, კი ბატონო. მეორე ოსურაველი მეთაური იყო ესკადრილის და შესაბამისი. წახვედით მეორეთ, შეფრინდით. ხო? იქ რა ხდება შემდეგ? იგივე სიტუაცია. იგივე უკვე ფეხოსნები ფაქტურად შესულები, ნუ სოფელი მაგათხილში იყო უკვე. მაგათია ჩვენი. მაშინ ხედავდით თქვენ ამას ზემოდან ჩანდა და აფიქსირებდით რომ იქ უკვე ჩვენ ჯარებს? ხო. კი, უკვე ისეთი რაოდენობა იყო რომ მეორე ზახოზე უკვე ჩანდა. რა თქმა უნდა, მანქანები ეს ჯავშა ტრანსპორტი დაინახეთ რაღაცა. იცით რა არის ბატონო, აი მეორე შესვლაზე უკვე როდესაც პოლიციის და სამხედრო ქვედანაყოფები შესული იყო სოფელში. მეორე შესვლაზეც უნდა გესროლათ, ხო, იმ ორი სახლის მიმართულებით. რა თქმა უნდა. ეს იმ ფეხოსნებსაც ხო დააზიანებდა. ფეხოსნები არ იყვნენ იმ ისე ახლოს არ იყვნენ. გასაგებია. ბატონი სოზარი დასვამს კითხვას და რომ შეხვედით და რა მოიმოქმედეთ მეორე შესვლაზე, მე ეს მოგვიყევით. აბა ბრძანეთ. მეორე შესვლაზე რომ შეხვედით, რა ქენით? მეორე შესვლაზე ისევ დავრწმუნდით, რომ მოსახლეობა ისევ იქ იყო და ისევ პანიკა და ქაოსი სოფელში. წეგანაც ვთქვი, რომ უკვე ამათი ჩვენი ქვედანაყოფების ფეხოსნების უკვე უფრო ახლოს იყვნენ და მეორე შესვლაზე სოსომ განახორციელა სრულად უკვე სკოლა იყო. და სკოლაში ისეთ პერიოდი იყო, სკოლაში იმედი იყო, არავინ არ იქნებოდა. და სკოლის ეზოში ჩამოყარა რამდენიმე ესაჭური.
და იგი ფაქტურად გაუხარჯავი საბრძოლო კომპლექტები დაუბრუნდით მეორედ ჯერაც. თქვენ არც ერთი არ ჩამოგიგდიათ. პირველში მეორე შეძვეზე არა. არა. სკოლაში ვინმე დაზიანდა? ამას კი. არა. სკოლა იმიტომ აირჩია სპეციალურად რომ იცოდა სკოლაში არავინ არ იქნებოდა. ზაფხული იყო, კი ბატონო. ბატონი ალეკო. თქვენ მეორე გასვლას რომ ახორციელებდით, მაშინაც ითხოვდით რომ ევაკუირებულია თუ არა ხალხი და რა იყო პასუხი? თქვენ ხო პირველი პასუხი აი ეტყვით იყო, თქვენ არავინ არ გეკითხებოდ ბოლოს და ბოლოს მაგას. არავინ არ თუ არ არის, ხო ის არ უთქვათ რომ ევაკუირებულია. იცახოთ ევაკუირებულია, მაგრამ როგორც პირველი მისვლაზე, ისე მეორე მისვლაზე დახვდა ევაკუისა ხალხი სავსე სოფელი ფაქტიურად. ფაქტობრივად მიზანი იყო რომ მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. მე ჩემი შეგიძლიათ ესე ამოვიცანი რომ უნდა ყოფილიყო ეს განადგურებულიყო პირადად ეგ ორი სახლი და ყოფილიყო მსხვერპლი და ყოფილიყო მე კაი პიარი მაგეთი. წამოხვედით უკან. რა ხდება რომ ჩამოფრინდით? ამის მე. მეორედ უკვე რომ ბრუნდებოდი მე სამ დავждდებოდი უკვე ხედავდი რომ ეს ციმციმებიანი მანქანები ელოდებოდა. სენაკში. სენაკში. ციმციმებიანი მანქანები გელოდებოდნენ, რას ნიშნავს? პოლიცია სამხედრო. გაკავებდნენ. კი. დაგაკავეს? დამაკავეს და წამოყვანეს ფოთში. ფოთში რატო ცოტა მოგევით რა? ფოთში რა ხდებოდა? რა ჩაოლებროთ მოღალატე ხარ რა? სათევზაოდ ხوار წაგიყვანეს, რაღაცა მოხდა ალბათ. რა გითხრეს სანამ ჩაქვსეს ამ ციმციმებიან მანქანაში? დავალება არ შეასრულოთ მოღალატე. იგი თქვენზე ძნელი გამოსაკითხი პირი კომისიამ ამდენი დღე იმუშავა, ჯერ არ შეგხვედრია. ბატონო იმედო, ფოთში სანამ წაგიყვანეს, ჩაქვსეს ციმციმებიან მანქანაში, რა გითხრეს, ვინ დაგხვდათ, ისევ ოქრუაშვილი? არა, ოქრუაშვილი მაგიდან მაგ პერიოდიდან უკვე ჩაიხსნა მაქვს ყველაფერს. აღარ იყო. ჩვენთან ურთიერთობაში. ვინ დაგხვდათ სენაკში? სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ უკვე სენაკში. და ჩამძანდით მანქანაშიო რატომო? სამშობლოს მოღალატე ვარგისი ფრინავი და ასე შემდეგ და ვინ გითხრათ ეს სიტყვები? ვინ თანამშრომლები? ხელმძღვანელი იყო პოლიციის, სამხედრო პოლიციის. არა, სუხიტაშვილი მე ვნახე უკვე მე თბილისში ჩამოვედა. კარგი, აბა ფოთის ეპიზოდი რო გითხრათ, სად მიგიყვანეს, რა მოხდა? ფოთის ეპიზოდი სატუსაღო იყო რაღაცა. სატუსაღო? ბევრი კოღოებით. კარგად მახსოვს. თქვენს და თქვენი ხელმძღვანელიც? მე თქვენი ხელმძღვანელიც, მე ახლა დაკითხვებზე არა, მარტო მე დამიჭირეს. მარტო მე წამოყვანეს, დანარჩენს არ დაუჭირეთ. თქვენი ხელმძღვანელი ბატონი სოსო არ წამოუყვანიათ? არა, მარტო მე ვიყავ. სატუსაღო ეს არის პოლიციის სატუსაღოში თუ სამხედრო ჰაუფტვახტებს რო ეძახიანის იყო? აი, მაგასაც კი ვერ გეტყვით რა. წამოვიდა. პოლიცია არ იყო, უფრო სამხედრო რაღაც თემა იყო. იმიტომ გუშაგები და ეს ფორმით დგა ხალხი. პოლიციური რო ყოფილიყო შინაგან საქმის სამინისტროში სამხედრო ფორმით მე მგონი არ იდგებოდა. დაკითხვა იყო იქ თუ რა მოხდა? დაკითხვაზე კი გავყავდი მეკითხებოდნენ დეტალებს, რაღაცებს მაბრალებდნენ ცოტ-ცოტას და რა ვიცი. ისეთ რაღაცებს ისახოდნენ რომ სრულსისულელე. თითქოს რა ვიცი, საიდან მოვიდათ იგი აზრი, მე ვითომ კუჩანის გამზარასგან ის ქონა რაღაც თანხა აღებული და რაღაც რომ მაგიტომ არის სრული. მეთქი. და იმიტომ არ ვესრულე თურმე. მე კოსმოსში ხართ. თქვენზე ფიზიკური ზეწოლა ხომ არ იყო დაკითხვა? არა. არა, თქვენი. არავითარ ფიზიკური, მაგრამ სიტყვერგი. ზედა ლანძღვა. 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 და შემდეგ წამოგიყვანეს თბილისში თუ როგორ იყო? არა, მე ჩაატარეს რაღაც არ ვიცი თათბირი დავარქვა თუ რა დავარქვა, შეკრიბეს თელიავიაციის პირად შემოადგენლობა. მე ჩამომიყვანეს ფოთიდან სენაკში ამ შეკრებაზე. კიდე ერთად ლანძღეს სულ ყველა და ისე წამოიყვანეს ფოთში. ამ წაყვანის მერე ორი დღის მერე ჩამოვედი სენაკში და მე უკვე გადმოფრინდი თბილისში. გაგათავისუფლეს. გამათავისუფლეს, მაგრამ თუ ესეთი ის ვიყავი, საშიში ვერტფრენ ისე მანდეს.
თავდასხმაში დარჩით? თავდაცვაში დავშли და გამოფრინდი ინვესტორით თბილისში. საბრძოლო ვეთფრენდი. რამდენი ხანი იყავით აკავებული? საერთოდ 10 დღემდე. 10 დღე. 10 დღე იყავით. რალი არ წაუყენებიათ, ანუ კონკრეტულად ესეთი. სისხლის სამართლის კოდექსით ამოყრით. გავდა ჩემი მდგომარეობა რაღაც იმას სასაცილო იმას რა. აი პატარა ბავშვს ვაშინებენ და ეს არ შინდება და მაინც აშინებენ და აი ეს. გასაგები. ხო შეეცადნენ, მაგრამ რა ვიცი. ბატონი ალუ და ბატონი ილია. მოგესალმებით ბატონი და პირველ რიგში მე მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და თითოეულ იმ ადამიანს ვინც თქვენსავით დაფრინავს საქართველოს ცაში იმისთვის რომ ადამიანებს დაეხმაროს აიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი მოქალაქეები თქვენ იცნობთ ძალიან კარგად ზეზო ბაკურიძის ასეა ხო? დიახ. ეს ბიჭები როდესაც დააკავეს და წაუყენეს, ნუ არნახული ბრალდება. ალბათ ესეც გსმენიათ. ზეზოზე საუბრობ? ზეზოზე საუბრობ. რა თქმა უნდა, ჩემი ნათლია იყო ზეზო. კი ბატონო, ხო, ამიტომ გეკითხებით რომ ვიცით. ზეზოს ინტერესებს ვიცავდი, მაშინ მე ალბათ ესეც გახსოვთ. ამ ბიჭების ისტორიაც დაიწყო სწორედაც აი ასე, რასაც ახლა თქვენ ბრძანებთ, რომ ეს წინააღმდეგობა, როდესაც მათ არ შეასრულეს და ეს კონფლიქტი იყო ოქროაშვილთან მიმართებაში, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ რო გაიგოს და ცხადი რო გახდეს, როგორ ექცეოდნენ ეს ადამიანები იმ ადამიანებს, ვინც იცავდა და იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ზეზოას თქვენ და არაერთი მაგარ ბიჭებს, ვინც დღეს ცოცხალი არ არის კიდე მათი მარადიული ხსნა უნდა იყოს და მათ არაერთხელ დაუცვიათ ჩვენი მოქალაქეები და თქვენ იცით რომ მაგალითად მე იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანს და თქვენგან არაერთს ვიცნობ პირადად როგორ მძიმე პირობებში მირვა შეუნფრენით უფრენიათ საბრძოლო ასე ვთქვათ დროს რომ მაგალითად არაერთი დაცხრილული შეუნფრენით შეუსრულებიათ ასე ვთქვათ მარშრუტი გადაურჩენიათ ჩვენი თანამოქალაქეები დაუცვიათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და აი ასეთ დროს როგორ ექცეოდნენ და როგორ გექცეოდნით იმიტომ რომ ეხლა როდესაც არ ვიცი რომ მე მგონი კოლეგამ მკითხათ რომ თქვენ ბრალი წაგიყენეს თუ არა სისხლის სამართლის წესით თქვენ არა მაგრამ იმ ბიჭებს ხო წაუყენეს ხო სასაცილო იყო ხო ხომალდის მეთაური იყო ბატონი ზეზოა და სხვები რომელიც შტურვალე ან დამხმარე და ეს სამი ეკიპაჟის ანუ მთლიანად ხომალდის 3 წევრი დასაჯეს რის გამოც ეს ხო კარგად გვახსოვს და საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა რომ არაერთი ანუ ასე ვთქვა თქვენ რასაც ბრძანებდით რომ იმის მიუხედავად რომ თითქოს თქვენ იყავით რაღაც არ ვიცი ვინმეს მოღალატე ცუდად ასე ვთქვათ ასრულებდით თქვენზე დაკისრებული მოვალეობას ამის პარალელურად ხომალდზე გვსავდნენ და როდესაც ამ ბიჭებს წაუყვენეს არნახული ბრალდება ნუ აი გაუგონარი რაღაც ხო და დააბრალეს ის რაც რეალურად წესიერ ხალხს იმიტომ რომ ქვეყნის წინაშე ამ ხალხს უანგარო შრომისა სხვა არაფერი არ გაუკეთებიათ და მათ შორის არაერთი ესეც უნდა ითქვას ამას თქვენ არ ამბობთ მაგრამ ეს საზოგადოებამ მინდა რომ იცოდეს რომ არც ერთი საბრძოლო მოქმედება ომი რომელიც ჩვენ ქვეყანას თავს დაატყდა არც ერთი არ გამოგიტოვებიათ არც თქვენ და არც მათ და აი ასეთ ადამიანებს ექცეოდნენ და მაგალითად მახსოვს რომ სხვებს 7 წლიანი ბრალდება ჰქონდათ და ზეზოს ჰქონდა 13 წლიანი ბრალდება წაყენებული და მაშინ ძალიან კარგად მახსოვს რომ პარალელურად იმ სასამართლოში ნორა კვიციანის საქმე მიდიოდა უკვე ნუ ის წინ იყო და პირველ ინსტანციას მაშინ მიჯილი ჰქონდა მისთვის და როგორ კარგად მახსოვს რომ თვალებში ვერ გვიყურებდა ვერც ერთი ვინც პროცესზე გამოდიოდა და კარგად არ ვიცი თქვენ ესწრებოდით თუ არა სამეგრელოში როდესაც ამ ბიჭების პროცესი მიდიოდა სენაკის ბაზაზე მოხდა ეს ამბავი და მე სამეგრელოს ქვემდებარეობით იქ ხილებოდა და ვინც მაშინ თავდაცვის სამინისტროს ეგრეთ წოდებული ექსპერტად თუ მოწმედ გამოყავდა
ნუ პრაქტიკულად თვალებში ვერ უყურებდა ვერც-ერთს და პასუხები ჰქონდათ საოცარი. და პირდაპირ იძახდნენ რომ ეს არის დავალება. და როდესაც დაჭირდათ რომ ფრინავი აღარ ყავდათ, ისე გაუღეს კარები მაგალითად ბაკურიძეს და გამოუშვეს და უთხრეს რომ ღამე დამირეკა ბორდიურზე ვზივარო და წარმოდგენა არ მაქვს, არც საბუთი მაქვს, არაფერი როგორ უნდა წამოვიდე. როდესაც ამხელა ბრალდება ქონდა წარდგენილი და მოკითხეს რომ ფრინავი არ იყო, რომ შეესრულებინა დავალება და სად არის ეს ადამიანი და არის დატყვევებული. ზოგს ვისაც უნდოდა სისხლის სამართლის წესით არ ჰქონდა მნიშვნელობა სამი უმძიმესი მუხლი წაუყენეს იმის გამოთ რომ პირდაპირ უნდა ვთქვათ ეს რომ ზეზვა იყო ვაშკაცი კაცი და იმის გამოთ რომ ოქროაშვის თავისი ახირების გამოთ სანადიროდ მთვრალი არ გადაიყვანა სადღაცას და ახსოვდა მას ის რომ კოდორის ხეობაში თქვენ ესე ვაშკაცურად მოიქეცით ხო თქვენ ახლა ამაზე მესმის რომ შეიძლება გიჭირდეთ საუბარი მაგრამ მინდა რომ საზოგადოებამ გაიგოს და როდესაც ამის პარალელურად მას თვალ სადღაცას იმიტომ რომ ეს არის ამათ რეალური სახე როგორ ექცეოდნენ ამ ქვეყანას და როგორ იყენებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და იმის გამოთ რომ შეურაცხყოფა მიაყენა ასეთ ვაშკაცს ფრინავს და როგორ ექცეოდნენ თუნდაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენლებს ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ხო ფაქტი არის დაცხრილული ვერტფრენი ძლივს დასვა ამ ადამიანმა და გარდაარჩინა არაერთი სიცოცხლე და ერთხელ არ უთქვია მი 8 ვერტფრენით მინდა საზოგადოებამ გაიგოს რომ ეს არ არის მი 24 რომელიც შეიძლება რომ საბრძოლო ასე ვთქვათ მახასიათებლები ქონდეს მას მი 8 არის სამოქალაქო ავიაციისთვის ხო სწორად ვამბობ ტრანსპორტირებისთვის აი ამ ვერტფრენით დადიოდნენ დაფრინავდით ჩვენ როდესაც ჩვენ ქვეყანას მძიმე დღეები ქონდა და ომი იყო და ესროდნენ სხვადასხვა საშუალებით ჩვენი ისა რა ქვია ოკუპანტებით თუ სხვადასხვა ომში საპირისპირო მხარეს ყოფი ასე ვთქვათ სამხედრო ძალები და ამ ადამიანებს ერთხელ არ უთქვიათ რომ ჩვენ სამოქალაქო ავიაციისთვის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ვერტფრენით როდესაც აი ბიჭებს გადაყოფილი ქონდათ და ავტომატით პასუხობდნენ აი ასეთ ბანალურ სიტუაციაში კი მიდიოდა რომ თავს წირავდნენ პრაქტიკულად ყველა თქვენ იმიტომ გიდასტურებთ ასეთ პატივისცემას რომ ვიცი თქვენი აქამდე მოტანილი საქართველოს წინაშე ნაშრომიდან ამაგარი როგორ შეიძლება ეხა იცოდე რომ იქიდან სასეცხლე პოზიციებიდან გახსნილი არის სხვადასხვა მძიმე კალიბრით ცეცხლი და ამ დროს მიდიხარ მი 8 და ასრულებ ასე ვთქვათ ღონისძიებას რომ ადამიანი გადაარჩინო შენ იცი რომ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი პრაქტიკულად მინიმალური გაქვს და შენ ამაზე მიდიხარ და ერთხელ არ გითქვიათ რომ არა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ პირიქით ამას აკეთებდით მათ შორის დაზიანებული ვერტფრენებით და აი ამ ხალხს სწორედაც აი ეს ადამიანები როდესაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აი ასეთ სიტუაციაში რომ თეთრი ზეწრებით დადიოდნენ ადამიანებიდან თქვენ ამის გამო გეუბნებოდნენ რომ აქ რატო არ შეასრულეთ რაღაცები რომ ჩვენ ახლა ჩაგვივარდა და ვერ გაუშვებთ რაღაც ასე ვთქვათ ჰოლივუდურ ფილმს ვერ გადავიღებთ ამისთვის და ვერ გვექნება ეს პიარი და პლუს ამას კიდე იმის გამოთ რომ ნაკეიფარი თუ ესე იგი თრალი ბოდიში ამ სლენგისთვის ნაგულავარი ეს ადამიანები ოქროაშვილი და სხვები როდესაც არ გადააფრინა ამის გამოთ რომ მიაყენა შეურაცხყოფა და ამის გამოთ წაუყენეს აი ესეთი მძიმე ბრალდებები ადამიანს და როგორ ექცეოდნენ ეს არის სახე და ეს უნდა ითქვას კითხვა მაქვს თქვენთან როდესაც თქვენ უარი უთხარით რომ ვერ შეასრულებდით აი ამ ღონისძიებას ანუ პრაქტიკულად სასცხლე პოზიციებს ვერ აიღებდით ანუ ვერ მოხდებოდა სამიზნეების განადგურება სხვადასხვა მიზეზების გამო თქვენ ბრძანეთ რომ ანუ არ მისმენდნენ არ გვისმენდნენ პირიქით რაღაცებს იქით გვეუბნებოდნენ და ასე შემდეგ უბრალოდ ვინ იყვნენ ეს კონკრეტულად პირები ვინც დაუშვათ სამხედრო პოლიცია მახსოვს რომ ზეზვას და სხვა ბიჭების საქმეშიც ძალიან აქტიურობდა მაშინდელი სამხედრო პოლიცია უკიდურესად ჩართული იყო პრაქტიკულად ინსტრუმენტი თუ შეიძლება ასე ითქვას იყო სამხედრო პოლიცია ვინ იყვნენ ის პირები ვინც უშუალოდ კონტაქტზე გამოდიოდა თქვენთან
გვინც აი ამ ყველაფერს გეუბნებოდათ, რომ დაუშვათ, რატომ ვერ იქნა საცეცხლე პოზიციები განადგურებული. ეხლა სამწუხაროდ მე გვარები და სახელებს ელემენტარულად არ ვიცნობდი, ესე ვთქვა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და აი დავალებების მიღებაში და მთელი ამ პროცესის პერიოდში იქ ესწრებოდნენ ამ პროცესს. სამხედრო პოლიციის თანამშრომლები. რაც შეეხება ზეზვას საქმეებზე ერთ-ერთი მოაქტიურე სუხიტაშვილიც გრძელდებოდა. მე მაგასთან შეხება უკვე თბილისში მქონდა ჩამოვეცილი. და რა პოზიციაზე ბრძანდებოდა მაშინ ეს რო უთხრათ საზოგადოებას? ბატონო? სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი. სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი. დიახ. და იგივე აბსოლუტურად და ეს ტერორიზირება პირადი შემადგენლობის. ეს იყო ჩვეულებრივ ამბავად ითვლებოდა. ატერორებდნენ, ვატერორებდნენ სულ ყველას. ეს მოკუტურს უნდა გევლოდა და უნდა გექნია თავის ყველაფერზე. ეს იყო პრინციპი. ამოვალი წერტილი მაგათი. და თქვენ როდესაც ხვდებოდით აი მაგალითად თუნდაც ზეზვას საქმეზე როდესაც შეხვდით ხელმძღვანელობას აი იმ საქმეზე როდესაც თქვენ ჩამობრძანდით აქ და თქვენ ბრძანეთ რომ მე თბილისში შევხვდი სუხიტაშვილს თქვენ როდესაც ეუბნებოდით და ასევე ჩვენმა მოქალაქეებმა მინდა რომ გაიგონ კარგად მაღალი ასე ვთქვათ დონის ფრინავი აი როგორებიც თქვენ ბრძანდებით და როგორიც სიცხოვნებულები იყვნენ, რომლებიც ისტორიას დარჩება მათი უკვდავი სახელები. ძალიან რთულად, ასე ვთქვათ, ძალიან ძვირი ღირს, ასე ვთქვათ. მოდი პირდაპირ ესე ტერმინი რო გამოვიყენოთ, ხო, იმიტომ რომ ეს ხომ უდიდეს ხარჯებთან და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სირთულებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ფრინავის, ასე ვთქვათ, რამდენად მაგარია გამოსტილი არის ესე რომ ვთქვათ დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი საათი აქვს ნაფრენი და ეს ხშირად ანუ ამ შესაძლებლობას მით უმეტეს იმ პერიოდში ჩვენი ქვეყანა მოკლებული იყო და ეს ძალიან ძვირი ჯდება თითოეული ფრინავის იმ დონეზე გადამზადება როგორითაც თქვენ იყავით პრაქტიკულად ქვეყანისთვის ეს უმძიმესი ტვირთი იყო და ახლაც კი ძალიან ძვირი არის და შეუძლებელი არის ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ როდესაც ხვდებოდით რომ ქვეყანას არ ყავს ფრინავები ანუ ავიაცია პრაქტიკულად ქვეყნისთვის ერთის მხრივ სამხედრო თუ გნებავთ სამოქალაქო ავიაციის ხომალდები არის ძალიან ძვირი და მათი ესე ვთქვათ ყიდვა ქვეყნისთვის არის ძალიან ძვირად ღირებული სიამოვნება და მეორე მხრივ შეიძლება ყავდეს უამრავი ხომალდი საფრენი აპარატი მაგრამ უბრალოდ ფრინავი არ იყოს და თქვენ მართლაც ეს ოქროს ფონდი იყავით და თქვენ როდესაც ხვდებოდით და ეუბნებოდით რომ რას აკეთებთ ხალხო ეს ხო არ არის ავტომობილი დაკოქო და წახვიდე ჩვენ თუ დაგვაკავებთ ყველას თუ დაიჭერთ როგორ იქნება ეგ რომ მაგალითად სვანეთში ყაზბეგში სხვას რო თავი დავანებოთ საომარ მოქმედებებს მეწყერების დროს ზვავების დროს ჩვენ მოქალაქეებს ვინ დაიცავს ჩვენ თუ ყველას დაგვიჭერთ რას გეუბნებოდნენ ესენი მე ვიცი რომ თქვენ გქონდათ ეს კომუნიკაცია არაერთხელ უშუალოდ ხელმძღვანელობასთან და სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობასთანაც ჩვენ ხედავ უკვე ეს კომუნიკაცია აღარ იყო ეს უფრო დავაზგავდა და დიახ დავაიკო ეთახმად კი და რას გეუბნებოდნენ სრული იგნორი წეგარაც გამემეორე მაშინ ისეთ შეგრძნებოდა თითქოს მოტივირებულები იყვნენ იმაზე რომ დაეტერორებდნენ სულ ოფიცერი რო ჩურჩული დაიწყებს ლაპარაკს ის ოფიცერი აღარ არის აი ამ დონეზე ყავთ მიყვარული ხალხი ბოლოს რო შევაჯამოთ შეგვიძლია ჩვენ ესე გავიგოთ რომ მათი მხრიდან ეს დამოკიდებულება რა როგორც თქვენთან იქცეოდა მე პირდაპირ ხაზს უსმევ თქვენთან ფრინავებთან მიმართებაში იმიტომ რომ პრაქტიკულად არ ყავდა ქვეყანას და დასაკარგი ერთი ფრინავიც კი არ ყავდა ქვეყანას და არ ყავს დღესაც ცხადია და თქვენ როდესაც პრაქტიკულად გეუბნებოდათ რომ ნუ თუ არ იქნებით ამ სიტუაციაში ბოდიში და აი დარდი რა თუ არც გვეყოლება ანუ ქვეყანას ავიაციის გარეშე ტოვებდნენ ეს ხალხი შეგვიძლია ასე გავიგოთ იმიტომ რომ თქვენ ხო გქონდათ მორალურად სრული უფლება მე მესმის თქვენი დამოკიდებულება კარგად ვიცი და თქვენს მეგობრებსაც პირადად არაერთთან მაქვს ურთიერთობა და კარგად გიცნობთ და ამიტომ საუბრობ რომ თქვენ მიუხედავად პიროვნული რაღაცეებისა გადააბიჯეთ აი ამ ყველაფერს და იტანდით იმის გამო რომ ქვეყანა არ დარჩენილიყო ავიაციის გარეშე
აი თქვენ ხო გქონდათ მორალური უფლება რომ თქვენ რო არასახელმწიფოებრივად გეფიქრათ და არ გქონდათ იმის განცდა რომ ამას მე ეხლა რატო გავაბედინო და რატო ვაყენებინო შეურაცხყოფ აი ამ ადამიანებს რომლებსაც თითითიცი არ დაუდიათ ქვეყნისთვის და ჩვენ კიდე ნაუმარი ნაბრძოლი გაჭირება გამოვლილი ხალხი არავიტანთ ამას და წავალ სახში ბოლო ეს არ გააკეთეთ და იმ ადამიანების მხრიდან აი თქვენ რო გეთქვათ რომ წავალთ ეხლა სახში დარჩებოდა თუ არა ავიაციის გარეშე ქვეყანა რა თქმა უნდა დარჩებოდა მაგრამ მადლობა. იგივე ვიმეორებ და მზარდიყო ლეგენდი მაგის რომ დარჩენილიყო მადლობა ბატონი ილია მოკლე შეკითხვა თუ შეიძლება და ბატონი სოზარი თქვენ ვთქვით რომ ბევრი დრო არ წაგართვათ თქვენ აღნიშნეთ რომ უკან გელოდებოდნენ კაციჭამიები მინდა კიდევ ერთხელ გვარებით დააზუსტოთ ვინ იყვნენ და ვინ გულისხმობდით კაციჭამიებში თქვენ ხაზი გაუსვით რომ გენშტაბის კაციჭამიებში ვიგულისხმობ ვის დამხდა სამხედრო პოლიცია გვარები მინდა რომ გვარები ახლა თანამშრომლები იყო ჩული არ ვიცი მადლობა ბანოიმედო გენშტაბი ახსენეთ და გენშტაბისთან ვინ იყო პირველად როდესაც ეს დავალება მიიღეთ ყველა იყვნენ ქალბატონი ვინ გენშტაბისთან უფროსი ახლა გვარების სახელებით წავიცვენ უფროსი ვინც ლევანე იყო ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელი იქ იყო კი სანაკში იყო ნამდვილად მახსოვს ეს დავალება პირველი ნიკოლაიშვილმა გააჟღერა თუ ოქროაშვილმა ჩვენ დავალება მივიღეთ არა მაშინ პირველი წესრიგზე ოქროაშვილმა შეუდა ოქროაშვილმა ოქროაშვილი აქტიურობდა ესე ვთქვათ თქვენ თუ გაქვთ რამე სათქმელი დღეს ოქროაშვილისთვის რომელიც არის გამორიცხული ვთქვათ იგივე ნიკოლაიშვილიც მერაბიშვილიც ხვებიც გისმენდნენ ახლა რამე თუ გაქვთ სათქმელი არაფერი განსაკუთრებული აზრი არა ოქროაშვილი არის ძიმე ადამიანია თავისი პრობლემებით მენტალური გასაგებია კარგი ბატონო იმედო ამ სპეცოპერაციაზე ჩვენ როგორც თქვენ უკვე მიხვდით ვიკვლევთ ამას და თქვენ მიერ დღეს ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის იმ დიდ სპეცოპერაციაში ერთი კონკრეტული ელემენტი ეპიზოდი რამდენიმე ორი შეფრენა და კიდევ სენაკისა და ფოთის მომენტები რაც თქვენ აღწერეთ დიდი მადლობა ამისთვის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მგონია, მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველა იმ მშვიდობიანი ფრენისთვის, რომელსაც თქვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის ჩვენთვის ახორციელებთ, ახლა უკვე სამოქალაქო ავიაციაში და ღმერთმა სულ მშვიდობით გაფრინოთ, მშვიდობით წაგიყვანოთ და მშვიდობით დაგაბრუნოთ ხოლმე სამშობლოში თქვენს მგზავრებთან და ეკიპაჟთან ერთად. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. აი ხარ კარგად ნახვამდის მადლობა გამოიწერეთ ემიგრანტ TV მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც